საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით დიდი ოდენობით მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორგანიზებული ჯგუფის 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულის შენიღბვის მიზნით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე დაარეგისტრირეს კომპანიები და ყალბის საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების გზით ურთიერთშორის გაწერეს 151 მილიონი ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქცია და ჯართი. რა გზითაც შექმნეს დამატებითი ღირებულების გადასახადის ყალბი აქტივი ჯამში 20,716,923 ლარის ოდენობით. ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩათვლილ იქნა DGG ჯამში 563,353 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის სრული ოდენობის დადგენისა და დანაშაულის ჩამდენის სხვა პირების მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195 მუხლის მესამე ნაწილის A და B ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. ასევე 210 მუხლის მეორე ნაწილის A ქვეპუნქტით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე ვადით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას.